გამარჯობა. 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 გრიმი რატო არ გამიკეთეთ? ილია ქერიჭაშვილი, front-end developer. ჰატი პეტრიაშვილი, digital marketing-ი. მე ვარ თამთა, ფრილანსერი, გრაფიკოს დიზაინერი. მე ვარ ანა ბერიაშვილი, UI UX დიზაინერი. ნიკოლოზ მოლოდინაშვილი, ბრენდ დიზაინერი. სახში როცა და ცოტა სიზარმაცე წაგიღებს, აი მან ხდება უკვე ჩელენჯები საკუთარ თავთან და საინტერესო არის ბევრად. მაქვს თავისუფლება, რეალურად რო თქვა თავისუფლება არა, იმიტომ რომ 24 შვიდზე გვიწევს ხანდახან ფრილანსერით მუშაობა. წარმოშობით რაიონიდან ვარ. შესაბამისად შემიძლია საიდანაც მინდა იქიდან ვიმუშაო. არ შეგაშინდეს დაწყების, იმიტომ რომ გამოცდილება სწავლაზე უკეთესად გასწავლის, დაიწყე მცირე პროექტებით და ის მასშტაბური პროექტი აუცილებლად გამოჩნდება. 5 წლის წინ ჩემს თავს ურჩევდი, რომ ქართულ აუდიტორიაზე მუშაობ ცოტათი უფრო მეტი. ნულიდან დავიწყეთ მარკეტინგის მენეჯერთან ერთად და განვახორციელეთ ჩაჩავას კლინიკის რებრენდინგი. გერმანიაში დავიწყე მუშაობა, საინტერესო პროექტი იყო საკმაოდ. ვიმუშავებ ბევრ საინტერესო პროექტზე, ერთ-ერთი აქედან არის ფრილანსერი. მინდა რომ უფრო მეტმა ადამიანმა გამიცნოს და ავიდა კიდევ უფრო მაღალ საფეხურზე. ზოგადად რასაც ვგეგმავ, იმაზე კარგი ხდება ხოლმე მოულოდნელად და შესაბამისად ველოდები იმ რაღაცას, რაც არ ვიცი რომ უნდა მოხდეს. მე მინდა შევქმნა ამ პროდუქტი ან სერვისი ისეთი, რომელიც რეალურად მართლა დაეხმარება ხალხს. თანამედროვეულად, რა თქმა უნდა, იქნება შემოსავლიანი. 2026 წელს მინდა რომ full stack developer-ი გავხდე. უფრო მეტად ცნობადი გავხდე. არა ვგეკმავ მე ცხოვრებას ისე მიდივარ, რა.